ბედუინი მიქრის უდაბნოში და იქ ხდება ზუსტად ისეთი თავგადასავლები, მაგალითად შემოხდება ჩიტი, იქ ნახავს მის წინ მაქამდეს, იქამდე, სანამ ის გზას გაივლი და ვინც გაიარა ის ხალხი არის იქ მკვდრები და ბოლოს მოკლედ დაასრულებს ამ გზას. ეს დასასრული ცალკე ინტერპრეტირების ამბავია, არ ვიტყვი ახლა რას ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ანუ შინაარსი თითქმის იგივეა, ცხენს მიაჭენებს მთავარი პერსონაჟი და მერე ყვებად რა შემოხდება გზაში. მაგრამ მოდი ჯერ მსგავსებები ვთქვათ. პირველი მსგავსება არის, რომ ორივე ცხენზე ამხედრებული მხედარია. მეორე, ორივე სტიქიურობით აღბეჭდილ გარემოში მოძრაობს. ანუ რაღაცა სტიქიური მოვლენები ხდება. ბედით განსაზღვრული რეალობა ორივესთვის მიუღებელია, ორივე დაუმორჩილებელია. ეწინააღმდეგება სიამაყიდან გამომდინარე ალბათ აი ამ ბედს. კიდევ მსგავსია სტიქიური მოვლენები, ქარი, სიცხე, კლდეღრე, ასე შემდეგ. საერთოა ბუნების ერთადერთი პოზიტიური სახე. ეს არის ვარსკვლავი. ყორანი და ძერა. ამ შემთხვევაში ბარათაშვილს მოსდევს ყორანი, ანუ ფრინველი ორივეგან არის და იქ არის რომ ბედუინს შემოხდება ფრინველი ძერა, რომელსაც საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს. ეხლა რა განსხვავებაა მათ შორის?